სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფიოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთ უდიდეს რომანზე, იდიოტზე. მეგობრებო, ეს წიგნი არა მხოლოდ საოცარი მხატვრული ნაწარმოებია, ეს არის სულიერი სარკე, სადაც ჩანს ადამიანის გული, სიკეთე და ბოროტება. სინათლე თუ სიბნელე. რომანის მთავარი გმირი 26 წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნდება პეტერბურგში. თავადი მიშკინი ძალიან კეთილი, გულწრფელი და უბრალო ადამიანია. ის ყველას ეხმარება და ყველასთვის საუკეთესო უნდა. ცდილობს დაეხმაროს ემპაჩინების ოჯახს, ავადმყოფ იპოლის და უბედურ ნასტასია ფილიპონას. მაგრამ მისი სიკეთე და გულწრფელობა ვერ ცვლის ადამიანებს. საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად თავდება. ნასტასიას კლავს რაგოჟინი, ხოლო მიშკინი ვერ გაუძლებს ტკივილსა და იმედგაცრუებას, გონებას კარგავს. მეგობრებო, მიშკინი არის ქრისტეს სახე გნებავთ, ქრისტეს ხატება. დოსტოევსკი მიზნად ისახავდა შეექმნა გმირი ქრისტეს თვისებებით. იდიოტში მწერალი ასევე პირველად ცდილობს, მეგობრებო, მიუახლოვდეს ქრისტეს პიროვნებას, ქრისტეს მსგავსი გმირის საშუალებით, ხო? ანუ, ნახეთ, მთავარ მიშკინს აქვს დადებითი ლამაზი თვისებები, ის მშვიდია, უყაითოა, თანამგრძნობია, თავმდაბალია. ანუ, ნახეთ, მწერალმა წარმოაჩინა დადებითად ლამაზი მშვიდი ადამიანი, ხო, ქრისტეს მსგავსი. საზოგადოებაში მას ხშირად უწოდებენ იდიოტს. ანუ ეს ძველ ნიშნულობით, ხო, მეგობრებო, ეს არის, ანუ ნეტარი, ანუ წმინდა სულელი, ხო? რუსულად იუროდივი. ანუ არა ამქვეყნიური, ხო? თავად დოსტოევსკი წერდა დას, რომ რომანის მთავარი იდეა რა არის, რომ დადებითად ლამაზი ადამიანის გამოსახვა, ასე ვთქვათ. მიშკინი სიტყვასიტყვით ასხივებს ქრისტიანულ სიყვარულს მოყვასისადმი. ავტორის სიტყვებით, გმირი აღჭურვილია ქრისტიანული სიყვარულითა და სიკეთით და ატარებს მათ შუქს მოყვასთან. ის მომთმენია, ხო, თავდაბალია. ნუ ყველა ადამიანში, მეგობრებო, აი ნახეთ რა მნიშვნელოვანი რას ვიტყვი ახლა კიდევ ერთხელ, რომ ის ყველა ადამიანში ხედავს ღვთის ხატებას. თუნდაც ყველაზე დაცემულ და ესე იგი ცოდვილ ადამიანში, ხო? მას უყვარს არა მარტო კეთილშობილი პერსონაჟები, არამედ შეშლილი როგოჟინიც. სინდისიანი თაღლითი ლებედევი, მძიმე ავადმყოფი ათეისტი იპოლიტი და მრავალი სხვა. ანუ თითოეულში ხედავს ღვთის ხატებას, თუნდაც დამახინჯებულს, ცოდვის ტალახით დაფაროს, მაგრამ მაინც განუქარვებას, რომელიც ანათებს ამ ადამიანებში ბოროტების ტკივილისა და იმედგაცრუების ფენების მიღმა. მეგობრებო, ამგვარად დოსტოევსკი აჩვენებს ქრისტეს სიყვარულის სინათლე, ხო, გნებავთ, შეიძლება სხივი, ხო, ანათებს ყველაზე, ანუ ბნელ სულებშიც. თავარი მიშკინი მართლაც ასხივებს სიყვარულის ქრისტიანულ მშვიდ შუქს და გმირების და მკითხველების ავადმყოფის სულები იზიდება ამ შუქისკენ. იმაში თუ როგორ იხსნის მიშკინი ხელებს და ავრცელებს სიყვარულს, ყველას ბევრი ხედავს ქრისტეს სიტყვების ასახვას. გახსოვთ, გიყვარდეთ მტრები თქვენი, აკურთხეთ მაწყევრები თქვენი. ანუ ვის
გწყევლით. თავდაბლობა, სიყვარული და პატიება მიშკინის მთავარი თვისებაა, მეგობრებო. ხო, აი თავდაბალი, ხო, ბავშვური დამოკიდებულება, აი ბავშვური დამოკიდებულება სამყაროსათვის, ხო, რაც ჩვენ უდიდესი და ყველაზე დიდი და მთავარი დიდი მაგალითი მოგცა თავად განკაცებულმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ის საერთოდ არ თვლის თავს უმაღლესად, პირიქით ყოველთვის მიდრეკილია თვით დამცირებისკენ და გულწრფელობად, უკაცრავად გულწრფელად სჯერა, რომ ადამიანები ბუნებით კეთილები არიან. გესმით, რომ ადამიანები ბუნებით კეთილები არიან. მთავარი მიშკინი მოქმედებს უსაზღრო სიყვარულითა და წყალობით. ის პატიობს შეურაცხყოფასა და უბედურებას, რომლებითაც მოდიან მასთან ადამიანები და თავად მზადა ამ მსხვერპლად შეეწიროს მათ გადარჩენას. მაგალითად, შვეიცარიაში დაბრუნებამდე ცდილობდა დაერწმუნებინა ნასტასია ფილიპოვნა უარი ეთქვა როგოჟინზე, რადგან გრძნობდა, რომ ეს კავშირი სიკვდილამდე მიიყვანდა მას. მზად იყო უარი ეთქვა აგლაიასთან ქორწინებაზე, გაეშვა ნათელი ბედნიერება, რათა გადაერჩინა ნასტასია. მიშკინი ბოლომდე რჩება მზად იტვირთოს ჯვარი სხვებისთვის. შუქი გნებავთ სინათლე, ხო, შუქი და სხივი, ხო, სინათლე და სიბნელე, ხო. ნახეთ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება. იდიოტში მკაფიოდ ეწინააღმდეგება, მეგობრებო, ორი პოლარული ფიგურა, ხო, ვნებიანი შურის მაძიებელი როგოჟინი და მშვიდი უყაიროთ მიშკინი. როგოჟინი განასახიერებს სიბნელეს, რა თქმა უნდა, და ის სავსეა ვნებითა და აგრესიით, სიამაყით. მეგობრებო, როგოჟინისთვის უცხოა სულიერი იდეალები. მიშკინი კი შუქია, გნებავთ სინათლე, ის ახალი ქრისტესავით ცდილობს შეერკინოს ყველა ადამიანს, მოყვას ის სიყვარულს აყენებს პირად ბედნიერებაზე მაღლა. ეს არის სიყვარული, მეგობრებო, ეს არის თავგანწირვა. მიშკინის გულწრფელი ძალისხმევის მიუხედავად როგოჟინი კლავს ნასტასიას, ადამიანები არ იღებენ თავის დახმარებას. მიშკინის ისტორია, მეგობრებო, გვიჩვენებს, როგორ ინგრევა იდეალი დაცემულ სამყაროში. იგი სიმბოლოა ქრისტიანული სიწმინდისა და სიკეთის, რომელიც ვერ ძლებს უღმერთო საზოგადოებაში. ბოლოს მიშკინი კარგავს გონებას და თითქოს ბრუნდება იქ, საიდანაც მოვიდა. ანუ სულთა და ზეციურ სამყაროში. მიშკინმა ვერ გაუძლო დაცემული სამყაროს ცდუნებებს, რადგან მისი სიყვარული და თანაგრძნობა არ იყო სულიერად ღრმა. ამიტომაც მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი ამბობდა, მეგობრებო, აღნიშნავდა ასევე, რომ ადამიანს არ სჭირდება ისეთი თანაგრძნობა, რომელიც სინანულამდე არ მიყავს. მეგობრებო, საბოლოოდ იდიოტი წარმოგვიდგება როგორც იგავი, ნაჩვენებია როგორ ინგრევა ლამაზი ქრისტიანული იდეალი ხო ურწმუნო სამყაროში. დასკვნა, რომანი იდიოტი, ხო, ეს არის ღრმა ფიქრი, ეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, მეგობრებო, აუცილებლად წაიკითხეთ და თვითონ დარწმუნებით, რა სულიერი სიღრმეა იქა და თვითონ აღმოაჩენთ ახალ იდეალებს და თვისებებს. ძალიან ძლიერი წიგნი არის და ანუ მთავარი მიშკინი აჩვენებს თავდაბლობას, სიყვარულსა და პატიებას, რაც ჩვენ ყველას გვაკლია. როგორც უმაღლეს სათნოებებს, მაგრამ საზოგადოება დაკარგული მეხსიერება ქრისტიანული საყრდენი წერტილებისა, ხო, ეს უარყოფს საზოგადოება ამ იდეალებს. ამ გმირის ბედი დოსტოევსკი ხაზს უსვამს, ნამდვილი თავდაბლობა და სიყვარული მოითხოვს რწმენასა და სულიერებას.
ისინი უნდა მიყავდეს ადამიანებს სინანულამდე და გარდაქმნამდე. მიშკინის მაგალითი გვახსენებს, რომ თუნდაც დაცემულ სამყაროში ქრისტეს სიყვარულის შუქი განაგრძნობს, ანათებს და ესე იგი ყველა ვინც ისწრაფის მისკენ ქრისტესკენ, ამით ემსახურება ქრისტეს დიდებას და ყველა ვინც სწრაფო აქვს ქრისტეს მიმართ. აუცილებლად კიდევ ერთხელ ვინც არა გაქვთ წაკითხული, აუცილებლად წაიკითხეთ და გაიხარეთ ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა.